ქართულ ენაზე არსებული თარგმანების მხოლოდ ზედაპირული წარმოჩენაც კი ცხადყოფს, რომ საეკლესიო ისტორიაში ყოველთვის ყველაზე მეტად ფასობდა დოგმატური ლიტერატურა, დოგმატური ჟანრის ძეგლები და ყველაზე უფრო მეტად ის მოძღვარნი ითვლებოდნენ ერის და მთელი საქრისტიანოს გზის გამკვალავად და გზის მაჩვენებლად, რომლებიც უცდომელი დოგმატიკის მწვერვალზე იდგნენ. დოგმატური ტერმინოლოგია ჯერ ბერძნული საუკუნეების მანძილზე ამგვარ მოღვაწეთაგან ყალიბდებოდა და იჭედებოდა, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ თუ არა ნაჭედი მართლაც ასეთი ტერმინები, ისინი ასეთ მარადიულობას ვერ შეინარჩუნებდნენ, შამთაგან უცვლელობას, რა თქმა უნდა, ისინი ვერანაირად ვერ იტვირთებდნენ და იმ ამგვარი ვითარება გახლავთ ქართულშიც. ქართულადაც საუკუნეთა მანძილზე უდიდეს მოღვაწეთაგან უმტკიცესი დოგმატური ტერმინოლოგია ჩამოყალიბდა, რომელიც თავისი უცდომელობითა და ზედმიწევნითობით აბსოლუტურად ადეკვატური გახლავთ ბიზანტიური დოგმატური და ბერძნული დოგმატური ტერმინოლოგიისა. ამ მხრივ ქართული დოგმატური ტერმინოლოგია ჭეშმარიტად მართლმადიდებლური წვდომის მწვერვალზე დგას. ზოგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა დოგმატურმა ტერმინოლოგიამ განსაკუთრებული ზედმიწევნითობა გამოავლინა. ნიმუშისათვის მოვიდანთ ერთ მაგალითს. კარგად არის ცნობილი, რომ წამში შესულია მინდა ათანასე ალექსანდრიელისგან დასაფუძვლებული დოგმატური ფორმულირება ზეღმერთის შესახებ, რომ იგი არის შობილი და არა ქმნილი და რომ იგი არის მამასთან ერთარსი, ანუ ბერძნულად ჰომოუსიოს, იძინა სუში რუსულად. ტერმინი ჰომოუსიოს, სადაც ჰომო ნიშნავს თანა, ერთ, ასე შეიძლება ითარგმნოს ქართულად, ხოლო უსიოს არსობრივი, არსისეული, უსია, არსია ბერძნულად. აი ეს ჰომოუსიოს ტერმინი ჰომოუსიოს ქართულად ითარგმნება ძირითადად ორგვარად. ერთარსება და თანაარსი. ზოგჯერ თავს იჩენს ტერმინი ერთარსი, მაგრამ ერთარსი და ერთარსება ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ტერმინია. ზოგჯერ ხდება სხვა შესატყვისებით, მაგალითად მსგავსი, ან და ერთუნჯი. მაგრამ ესენი არიან გამონაკლისები. ძირითადად არსებითად ქართულად ბერძნული ჰომოუსიოს ითარგმნება ორი შესატყვისით. ერთარსება და თანაარსი. ანუ სხვა უფრო ზედმიწევნით ერთარსება, ერთარსი, ან და თანაარსი. ეს ზოგჯერ გარკვეულ გაუგებრობას იწვევს, რომელი გამოვიყენოთ მრწამსში, ერთარსი მამისა თუ თანაარსი მამისა, რომელია უფრო ზუსტი. ცნობილია, რომ მრწამსის ის ტექსტი, სადაც ერთარსი ხვდება, ფაქტობრივად წმინდა ექვთიმე ათონელის ტექსტია, შესაძლოა უფრო ადრინდელიც, რომელსაც ექვთიმე უბრალოდ იყენებს, ხოლო რაც შეეხება თანაარსი მამისა, ესაა უკვე არსენი ყალთოელისგან მომდინარე ტექსტი. ორივე უდიდესი ავტორიტეტია. სპეციალურმა დაკვირვებამ, რაც უკავშირდება ერთ-ერთი მკვლევრის, მაიარაფაოს სახელს, აჩვენა ამგვარი ვითარება. ბერძნული ჰომოუსიოს მართალია ორგვარად ითარგმნება ქართულად, როგორც ერთარსება და როგორც თანაარსი, მაგრამ არაერთ და იმავე კონტექსტში. თუკი კონტექსტი გულისხმობს მთლიანად ყოვლადწმინდა სამებას, მაშინ ქართულად ჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინი ერთარსება. ერთარსება სამება. ყოვლადწმინდა ის სამებაი ერთარსებაი. უგალობდეთ სამებასა ერთარსებასა. მაგრამ თუ კონტექსტში იგულისხმება ყოვლადწმინდა სამების ამა თუ იმ პირის, ერთ-ერთი პირის მიმართება მეორე პირთან, თქვათ მამაღმერთისა ზეღმერთთან, ზეღმერთისა მამაღმერთთან, სულიწმინდისა მამაღმერთთან და ზეღმერთთან და სხვა, მაშინ ბერძნული იგივე ჰომოუსიოს, ესე იგი ბერძნულში ორივე შემთხვევაში ჰომოუსიოს ხდება, აი ეს ჰომოუსიოს ქართულად ჩვეულებრივ ითარგმნება უკვე როგორც თანაარსი. ძე თანაარსი მამისა, მამა თანაარსი ძისა, მამა თანაარსი სულისა, სული თანაარსი მამისა და ძისა. აი ეს გამიჯნულობა აქვს ტერმინებს ერთარსებაი და თანაარსი, ვიდრე არსენი ყალთოელამდე, ან და ვიდრე ეფრემ ცირის მოღვაწეობის ბოლო პერიოდამდე, როცა უკვე სწრაფვა უნიფიცირებისკენ, ბერძნულთან აბსოლუტური ადეკვატურობისკენ, ქართულ თანმელებს აიძულებს ბერძნული სკვალობაზე, სადაც ყველა შემთხვევაში როგორც ვიკითხარით, ერთი და იგივე ტერმინი ჰომოუსიოსია, ქართულადაც ერთი და იგივე შესატყვისი მოიხმონ. და ეს შესატყვისი უმჯობესობის წესით არის მათგან შერჩეული თანაარსი. არსენი ყალთოელთან ყველა კონტექსტში უკვე ჩვენ გვხვდება მხოლოდ თანაარსი. ჩვენ გულისხმობთ არსენი ყალთოელის იმ შრომებს, სადაც ის უკვე თავისი ტერმინოლოგიური აკრიბიის მწვერვალზე არა ადრინდელ შრომებს, სადაც ერთარსიც და ერთარსებაც საკმაოდ ხშირად ხდება მასთან. არამედ გვიანდელ შრომებს, სადაც ის მიდის ტერმინოლოგიური ერთცნებითობამდე და მასთან უკვე ისე როგორც მის შრომებზე დაფუძნებულ გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში, ჩვენ ტერმინი თანაარსი გვხვდება ჰომოუსიოსის ყველა გამოყენებაში, ყოვლადწმინდა სამებას მიემართება ის თუ სამების შიგნით ჰიპოსტაზთა ურთიერთობას. ამით დავიწყებული იქნა სამწუხაროდ ქართული დოგმატური ტერმინოლოგიის მნიშვნელოვანი წარმატება. მართლაც დიდი წარმატებაა ასეთი ზედმიწევნითობის მიღწევა, რომ ყოვლადწმინდა სამებაზე საუბრისას გამოყენებული იყოს ერთარსება, იმიტომ რომ ერთმთლიანობაზეა საუბარი, ხოლო როდესაც თანაობაზეა საუბარი, რა მიმართება მამისა ძესთან, რომ ისინი ერთარსება კი არიან, მაგრამ ჰიპოსტასურად ამავე დროს გამიჯნულნი, რომ აბსოლუტური შერწყმულობა მათ შორის რა თქმა უნდა არ არის და თანაობას ესმება ხაზი. აი ასეთ შემთხვევაში მამისა და ძის, მამისა და სულის, ძისა და მამის, სულისა და მამის და სულისა და ძის ურთიერთობის ასახვა ტერმინით თანაარსი, რაც არსენი ყალთოელამდე მიღებული და დამკვიდრებული იყო
ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტრადიცია არ იყო შესაძლებელი. იმიტომ რომ უაღრესად მოწესრიგებული ხდება საღვთისმეტყველო კონტექსტი, ერთარსება სამება, იმიტომ რომ ერთარსებაზე ნაცვლად როცა ვიტყვით თანაარსი, ესე იგი ყოვლადწმიდასა სამებასა თანაარსსა. უკვე არსენის დროიდან ასეა, არსენი ყალთველის დროიდან, ანუ მე-12 საუკუნის დამდეგიდან. თანაარსი ტერმინი აუცილებლად გულისხმობს ვიღაც სხვას, მაგრამ ყოვლადწმიდა სამება არავისი თანაარსი არა, ის თავის თავშია ერთარსება. აი ამიტომ მთლიანად ყოვლადწმიდა სამებისადმი ტერმინი თანაარსი იქნებ შეიცავდეს ოდნავ ნაკლულევანების, ოდნავ არა დამაკმაყოფილებლობის განცდას, რა თქმა უნდა, აქ ცნობილებაზე აბსოლუტურად არ არის საუბარი. არსენი ყალთველის ამ უდიდესი დოგმატიკოსის ტერმინოლოგია უზედმიწევნ ითესია, რომ იტყვიან და მას არავითარი ბიწი და მწიკვლი არ შეეხება, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში, როდესაც უპირისპირებთ ერთი მეორეს არსენიმდელ ვითარებას და არსენისეულს, ჩვენი სუბიექტური თვალსაზრისით უპირატესობას იმ უფრო ადრეულს ვანიჭებთ, იმიტომ რომ თავიდან იქნეს აცილებული ტერმინ თანაარსის შიგნით ნაგულისხმევი აუცილებელი მიმართებითობა სხვასთან. არსენთან ჩვენ გვხვდება რა თქმა უნდა ყველგან ასეთი ფრაზა, რომ ვადიდებთ ყოვლადწმიდასა სამებასა თანაარსსა. მაგრამ კითხოს უჩნდება აუცილებელი მოთხოვნილება თანაარსსა ვიზდამი. იმიტომ თანაარსი ამას თითქოს აუცილებლად მოითხოვს. აი ერთარსებასა ამას გაცილებით ნაკლებად მოითხოვს. ვადიდებთ სამებასა ერთარსებასა. ერთარსება აღარ გულისხმობს ვინმე სხვას, რომელთანაც ჩვენ შეიძლება ყოვლადწმიდა სამება, რა თქმა უნდა, აქ გონებითი დაკავშირებით ვთქვით, ერთარსად თითქოს შეიძლება წარმოაჩინოს. აი ეს არ ჩნდება ამის აუცილებლობა და გამოყოფილობა და განსაკუთრებულობა და ერთადერთობა და მხოლოობა ყოვლადწმიდა სამებისა ტერმინ ერთარსებით თითქოს გაცილებით მეტად შემოიზღუდება და გაცილებით მეტად შემოისაზღვრება და გამოიყოფა ყოველივე სხვისგან, ანუ ქმნილებისგან, უსასრულოდ გამოიყოფა, ვიდრე მეორე ტერმინით თანაარსი. რა თქმა უნდა, თანაარსითაც კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, აბსოლუტურად უცნობლად ეს ყველაფერი გადმოიცემა, მაგრამ ჩვენი სუბიექტური აზრით, გამომსახველობის, მხოლოდ და მხოლოდ გამომსახველობის თვალსაზრისით, უფრო უპრიანია ტერმინი ერთარსება ყოვლადწმიდა სამებისადმი, ხოლო ტერმინი თანაარსი, როგორც აშკარა თანაობის შემცველი თავისთავად და მომთხოვნი იმისა თუ ვისთან თანაარსი, აი ეს ტერმინი გაცილებით ადეკვატურია უკვე ყოვლადწმიდა სამების პირთა ურთიერთობის ამსახველად. მამაი თანაარსი ვისი ძისა, ძეი ღვთისაი თანაარსი, მარადის თანაარსი ვისი მამისა და ასე შემდეგ. აქ ერთარსება უკვე ნაკლებ გამოსადეგია, ნაკლებ გამომსახველია. ძე ღმერთი ერთარსებაი მამისაი, მაგრამ აი ამ ერთარსებას, რომელიც ასევე გვხვდება, რა თქმა უნდა, გაცილებით გამომსახველად და უფრო ზედმიწევნითი და მართებული შინაარსობრივი აღქმით ცვლის ტერმინი თანაარსი. თანაარსი უეჭველად მოითხოვს მეორეს და რამდენადაც ვამბობთ ძე ღმერთზე, რომ ის თანაარსია, ვინმესი ეს ვინმე აუცილებლად არის მამა და სული, მაშინ როცა ვამბობთ ტერმინს ერთარსება, უმჯობესია რომ ის ყოვლადწმიდა სამებისადმი ითქმეს, ქართული ტერმინი ერთარსება ვინმესთან თანაობას გაცილებით ნაკლებად გულისხმობს, ვიდრე თანაარსი. და ეს დაკონკრეტება ბერძნულ ტერმინს არ ახლავს, კვლავ აღვნიშნავთ, რომ ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში ეფრემ ცირით ჩათვლით ეს გამიჯნულობა ამ ორი ტერმინის ერთარსებისა და თანაარსისა რამდენადაც სახეზეა, ფიქრობთ ეს დღესაც ჩვენ სავსებით ზედმიწევნით, სავსებით შეუმცდარად შეგვიძლია მოვიხმოთ და ვადიდებთ რა ყოვლადწმიდა სამებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოვლადწმიდა სამებას ერთარსებას და ვადიდებთ რა ძე ღმერთს ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვადიდებთ ძე ღმერთს თანაარსს, მამისას და სულისას.